მოგესალმებით, მე და ნარუტო დღეს, ამ ვიდეოს არანაირ ჰეშტეგს არ დავადებ, რათა მიიღოს ინფორმაცია იმ ადამიანმა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და იყოს ასე სასიკეთოდ. ასევე გეტყვით, რომ დღევანდელი საჯარო გაშლის თემა იქნება მომავალი ურთიერთობა იმ ადამიანისთვის და რა გელით ცხოვრებაში, რომელთაც დაასრულეს საკმაოდ მძიმე ურთიერთობა, ტოქსიკური ურთიერთობა. გილოცავთ, რადგანაც თქვენ აირჩიეთ საკუთარი თავი, დიდი ხნის განმავლობაში თქვენ იბრძოდით, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდით ამ ადამიანისთვის დაგემტკიცებინათ რამე, ცდილობდით რომ ამოგეკაჩათ ეს ურთიერთობა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა. გეტყვით ასევე იმას, რომ ორ ვარიანტად გვექნება, მაგრამ მანამდე საახალ წელს 31 დეკემბერს ლაივში გავალ აუცილებლად, მაგრამ ზუსტ დროს ჯერ ვერ გეტყვით, წინასწარ გაგაგებინებთ. ორ შაბათს მაინც გაგაგებინებთ, როდის შევძლებთ, გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი და შეძლებთ აი ზუსტად სანამ გადავალთ ახალ წელს, სანამ იქნება 1 იანვარი, გავიგოთ თქვენთვის სასურველ თემაზე, იქნება ეს პირადი, იქნება ეს ოჯახის თემა, იქნება ეს ფინანსური თუ ასე შემდეგ, შეგეძლებათ დამისვათ შეკითხვა და მიიღოთ ჩემგან პასუხი. ასე ვთქვათ, საახალწლო სეჩუქარი იქნება ჩემგან. ახლა კი გავიგოთ, რა გელოდება შენ, აი ამდენი ხნის ნატანჯ ადამიანს, დაღლილ მეომარს, რა გელოდება პირად ცხოვრებაში იანვარის თვეში. ავიღოთ ესე. პირველი ვარიანტი იქნება და მეორე ვარიანტი იქნება. აირჩიე პირველი ვარიანტი, აირჩიე მეორე ვარიანტი. აბა, კარგად დაფიქრდი, შინაგან ხმას უსმინე და პირველ ვარიანტო გეტყვი ახლა თუ რა გელოდება შენ, რა უნდა გაითვალისწინო. არ დაგავიწყდეს ის, რომ შენ თავად ხარ შენი ბედის მჭედელი. რაც შეეხება პირველ ვარიანტს, ზუსტადაც როდესაც შენ მოიშორებ და უკვე მოიშორე შენ შინაგანად ეს სიმძიმე, რაც ყველაზე მეტად გაწუხებდა, რაც ყველაზე მეტად შენთვის იყო დამთრგუნველი, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გასტანა ამ ყველაფერმა და მე მიხარია, რომ შენ აირჩიე შენი თავი და უკვე იწყებ ცხოვრებას ახალი ფურცლიდან. კარგად დაფიქრდი, თუმცა შენ უკვე იცი, თუ როგორი პარტნიორი და როგორი ადამიანი გჭირდება გვერდში. შენ უკვე აღარ შემოუშვებ ისეთ ადამიანს, რომელიც შენ არ დაგაფასებს, რომელიც არ იქნება გარკვეული სახის სტატუსით, რომელიც არ იქნება შემდგარი, რომელსაც არ იქნება თავისი საქმე. იქნება, უნდა იყოს ეს ადამიანი პირველ რიგში სანდო, უნდა იყოს ჭკვიანი, უნდა იყოს გახსნილი ამ სამყაროსთვის და უნდა იყოს გახსნილი შენთვის, რათა მიგიღოს შენ, შენი დადებითი თვისებებით და შენი უარყოფითი თვისებებით. დამეჯერე სამყარო შენ მოგცემს იმის შანსს, რათა აირჩიო შენთვის საუკეთესო პარტნიორებიდან ერთ-ერთი, ვინც გაგაბედნიერებს შენ და იქნება კონცენტრირებული შენზე, შენს ბედნიერებაზე. ორმხრივად იქნება ეს. რადგანაც არ იფიქროთ თქვენ, რადგანაც მე ესე ვამბობ, რომ ეს არის ცალმხრივად. არა, ჯანსაღი ურთიერთობებისთვის უნდა იყოს ენერგიების დახარჯვა, გრძნობების გამოხატვა, ნებისმიერი სახის რესურსის გაცემა ორმხრივად. თუმცა დღევანდელი მამაკაცები ყველას არ ეხება, რათა არ გამინაწყდნენ, საკმაოდ გაზარმაცდნენ და ქალებმა გადაინაცვლეს და ქალებმა აიღეს უფრო მეტად მამაკაცური ენერგია საკუთარ თავზე. და ეს არის სრული დისბალანსი. თქვენ საყვარელ მეორე ნახევარს, ქალს უნდა ადროვოთ იყოს ქალი და იყვავილოს როგორც ქალმა. ახლა კი რაც შეეხება შენ, ჩემო საყვარელო მეორე ვარიანტო. აუცილებლად გექნება შანსი იანვარის თვეში, თუმცა რადგანაც ეს არის საჯარო და არა პირადი, შეიძლება უფრო მეტად გაზაფხულისკენ, თუმცა აუცილებლად გექნება შანსი, რათა მოიზიდო შენთვის სასურველი პარტნიორი, ახალი პარტნიორი. განსაკუთრებით ეს ეხება მამაკაცებს.
გექნება შანსი გაიცნოთ შენთვის სასურველი ადამიანი, რომელიც იქნება შენთვის ეტალონი. ეს იქნება ქალი ცეცხლი, რომელსაც უყვარს ყოველივე ექსტრავაგანტული, უყვარს ესეთი მძაფრი მაკიაჟი, აქვს თავისი აზრი ყველაფერზე, საოცარი იუმორის შეგრძნება, არის საკმაოდ კარგი მანიპულატორი და აი ამ ცეცხლოვანი ენერგიით მიგიზიდა შენ. შესაძლებელია კორპორატიულზე ან კოლეგების გარემოცვაში ან ახალი თანამშრომელი იყოს, ასე რომ გაემზადე ახალი პარტნიორი თითქმის კარს მოგადგა. ხოლო მეორე ვარიანტის წარმომადგენლები ქალბატონებო, ვინც თქვენ მიყურებთ, გამოიყენეთ ეს დრო, რათა თქვენი თავი სხვა კუთხით დაანახოთ სამყაროს და იგრუპყოფ ადამიანებს. იმუშაოთ საკუთარ თავზე, ჩაეწერეთ ენის კურსებზე, ჩაეწერეთ თუნდაც სტილისტად, ან თუნდაც მანიკურის შემსწავლელ სპეციალისტად, რათა გაილამაზოთ საკუთარი თავი და სხვა ქალბატონები ან მამაკაცები გაალამაზოთ. სტილი შეიცვალეთ, ჩაცმულობა, ვარცხნილობა, რაღაცა ახალი მაკიაჟი სცადეთ, სადმე დასასვენებლად წადით. იქ განიტვირთეთ საკუთარ თავს, მიეცით დასვენების უფლება. აქამდე თუ თქვენ მუშაობდით, რათა გერჩინათ ოჯახი, გერჩინათ საყვარელი ადამიანი და ზრუნავდით მასზე, ახლა მოტრიალდით. იზრუნეთ ყველაზე ძვირფასზე საკუთარ თავზე. ეხლა დროა, ვისი დროა? თქვენი დროა. თქვენ უნდა იკაშკაშოთ, თქვენ უნდა იყოთ ძლიერი. და სხვებმა გდიონ თქვენ თუ შეიძლება რა. ეხლა გასაგებია? ხო გაიგეთ ყველაფერი რაც გითხარით? აბა თქვენსით. ყველაფერი თქვენზეა. მომავალ შეხვედრამდე.